ცოტა ხნის წინ პრემიერად რომ მუშაობს იმ ირაკლი კობახიძემ რიხით გვამცნო, ყველას გითხრა. საქართველოშიო, რო ვიცოდეთო, არიო საშინლად მაღალი ფასები. მაღალი ფასები პირველადი მოხმარების პროდუქციაზე. ქსელური მარკეტებიო, ოხრა საშინლად იქცევიანო, მათ ესე იგი, აი, არ ვიცი, დაღვიჩვენება მაკარონზე, კარაქზე, გრძეზე და ასე შემდეგ იმპორტირებულ თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე აქვთო გაცილებით მაღალი ფასები, ვიდრე ევროპის ბევრ სახელმწიფოსო. ამას ამბობს პრემიერ-მინისტრი და ჩვენო უნდა შევქმნათო კომისიაო, რომელიც მართლაც შეიქმნა შემდეგ. კომისია უნდა შევქმნათ და კომისიის უფლებამოსილება იქნება როგორმე დაადგინოს რა არის ამ მაღალი ფასების მიზეზიო და შეძლების დაგვარად შესაძლებლობის ფარგლებში დასციოს ეს ფასიო. მე ხლა არ მაქვს პირველადი მოხმარების რომელიმე საგანი, ხო, მაგრამ აი მაგალითად ესეთი დეკორატიული კვერცხია, ხო? დეკორატიული კვერცხი. და აი მაგალითად განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს, სწორედაც რომ არა დეკორატიულ, არამედ ნამდვილ კვერცხზე. ინგა ხო გვაქვს კვერცხის სახში. ხო მოვიტანე დღეს. და აი კვერცხზე იყო განსაკუთრებით დიდი ამბავი და მე რომელიღაც ეტაპზე გვამცდეს თუ არ ვწდებინო საცალო ღირებულებაო კვერცხისო 60 თეთრი ღირს სულ მაქსიმუმ. 5%-ით შემცირდაო, შესაბამისად 3 თეთრით შემცირებულა და 3 თეთრი გამოდის რომ 57 თეთრი გახდა და დამრგვალდა მაინც 60 თეთრი, იმიტომ რომ მრგვალდება 3 თეთრს ხო არ იბრუნებენ ხურდას და შესაბამისად ისევ 60 თეთრი გახდა, მაგრამ აი დიდი ამბავი ატყდა იმასთან დაკავშირებით, რომ კვერცხის ფასს ამცირებენ. შეუტიეს პრინციპში ამ მარკეტებს, ქსელურ მარკეტინგულ ქსელს, ორი ნაბიჯი იქნება, ნიკორა იქნება, მაგნიტი იქნება, კიდე რა არის, რაც არის, ხო, რაღაც. ნაკლებად საუბრობდნენ და გულისხმობდნენ ჰიპერმარკეტებზე, მაგალითად კარფურზე, მაგალითად გუდვილზე, მაგალითად აგროჰაბზე და ასე შემდეგ, თუმცა შესაძლოდ ესეც იგულისხმობდა. ეს არ ვიცი რა გვარია ეს კაცი. მილიონერი როა ამავდროულად და დეპუტატი როა და ჭკვიანური სახით რაღაც უსხო ტერმინებს რომ იშველიებდა და ელაპარაკებოდა ფასების დაწევის აუცილებლობაზე მოწვეულებს და რაღაც ხელს არ უბრახუნებდა, მაგრამ ესეთი კაცრი ტონი ჰქონდა. მაგრამ გამოხდა ხანი და ტელეკომპანია იმედში სიუჟეტს მიხვდა სიუჟეტი, რომელშიც ითქვა, მოდი ვიხრი, სანამ ამაზე გეტყვით ორ სიტყვას, მანამდე მე მინდა ავხსნა, ჩემებურად ავხსნა საბაზრო ეკონომიკის პრინციპი. ეს ისე კვერცხი ავიღოთ. ეს კვერცხი ერთ მაღაზიაში შეიძლება იყიდებოდეს პირობითად ლაპარაკობ 60 თეთრად და მეორე მაღაზიაში პირობითად ლარი და 20-ად. არავის საქმე არ არის კვერცხის ფასის წარმოქმნაში ჩარევა. არავის პურის, კვერცხის, რძის, მაკარონის, იმპორტირებულის თუ ადგილობრივი წარმოებულის, ხო? წყლის მაგალითად მნიშვნელობა არ აქვს. არავის საქმე. ჩემს სახლთან არის ჯიხური ნანტის სკვერთან, აქვე ყაზბეგის გამზირზე, სადაც ერთი ბოთლი წყალი ღირს 2 ლარი. 30-50 ნაბიჯში არის 2 ნაბიჯი და მაგნიტი. ნანტის სკვერის მეორე მხარეს, ყაზბეგზე, თბილისში, დედაქალაქის ცენტრში. 2 ლარი ღირს ერთგან წყალი და ამ მაღაზიაში რო შეხვიდე 2 ნაბიჯსა თუ მაგნიტში, იქ არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ თუ არ ვცდები 60, 65, 70 თეთრის ფარგლებში ღირს. ის ჯიხური რატომ ადებს იცით 2 ლარს ფას იმ წყალს? იმიტომ ადებს რომ ეყიდება, რომ არ ეყიდებოდეს. ის 2 ლარს არ დაადებდა მაგალითად 75 თეთრსა, 65 დემპინგურ ფასად გაყიდდა, ოღონდ მიეზიდა კლიენტი. ეს მეც კი კაცმა რომელმაც ფას წარმოქმნის თაობაზე არაფერი ვიცი, არც შეიძლება, არის მიკრო და არც მაკრო ეკონომიკაზე, ბევრი არაფერი ვიცი, ასე ვიტყვი, მეც კი მესმის, აი და ბრენდს დავმალავ თქვენის ნებართვით, ხო? ეს არის სიგარეტის კოლოფი.
ყველას ერთი შეფერილობა აქვს, აქედან გამომდინარე არ აქვს პრინციპულად მნიშვნელობა, არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რომელ სიგარეტზე ვლაპარაკობ. ამავე ჯიხურში ეს სიგარეტი ღირს 7 ლარი. 6 და 60 ღირს ორნაბიჯსა თუ მაგრიტში და თუ მე მიღირს რომ 7 ლარად ვიყიდო ეს სიგარეტი, მე ვყიდულობ სიგარეტს 7 ლარად. ხშირად აქ ვყიდულობ სწორედ და იმ 40-ს აღარ მივზდევ, აღარ მივყვები ხოლმე. მოდიშებთ ფეხებზე ვიკიდებ, იმიტომ რომ შემეზარება ხოლმე ორნაბიჯამდე, შემეზარება გვერდ-გვერდარი. მაგნიტამდე მისვლა. ამიტომ რომ მე ხომ მინდა რომ სწრაფად ვიყიდო, სწრაფად გავაბოლო და არავის საქმე არ არის ეს, რომ მე 7 ლარს გადავიხდი თუ 7 და 80 თუ მიღირს ვიყიდი და ამ ჯიხურმა დაადო ესე გადაწყვეტილება მიიღო რომ 7 ლარი დაედო და შესაბამისად გადასახადსაც იხდის 7 ლარიდან ასე ვიტყვი და არა 6 და 60-დან როგორც იხდის ამ შემთხვევაში ორი ნაბიჯი და ორი ნაბიჯი თუ არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ეხეკეს ხო მაგალითად ან აქციის გადასახადს მოგაცრავად და ისა ან მაგნიტი ან რომელიმე მიკრო თუ მაკრო ჰიპერმარკეტი თუ მინიმარკეტი თუ როგორიღაც მარკეტი მაგრამ ამ ამბავის შემდეგ იმედმა დაიწყო დიდი კამპანია რატო ყვები ამ ყველას ხო ამ ამბის შემდეგ დაიწყო იმედმა დიდი კამპანია ჯერ თავდაპირველად დაუჭირა მხარი ამ ირაკლი კობახიძეს და თქვა რომ ირაკლი კობახიძე მართალიაო როგორ შეიძლება რომ პირობითად მაკარონი ხივდეს ამდენი და ამდენი ლარი არ ვიცი თანხაკიდან გამომდინარე ვერაფერს გეტყვით კონკრეტულ რიცხვს ვერ დაგისახელებ ან როგორ შეიძლება რომ კარაქი პრეზიდენტი პირობითად ლაპარაკობ ღირდეს არ ვიცი 10 ლარის ფარგლებში ან როგორ შეიძლება როცაო და მე დაიწყეს კამათი აი ეს არის დისტრიბუტორების ბრალი დისტრიბუტორები რომ არა ამ შემთხვევაში ესეთი დიდი თანხა არ იქნებოდა არ ედებოდა რომელიმე კონკრეტულ ერთ სანთებელას პირობითად ლაპარაკობ ხო რომ არა დისტრიბუტორი გააბრალეს ჭყონიას რომელიც აღმოჩნდა რომ არ არის ამ დისტრიბუტორთა ასოციაციაში თუ არ ვწდები უკვე კარგახანია დააბრალეს ჭყონიას მე არ დააბრალეს ჭყონიას მე გადაერთნენ სხვაზე მე ლაპარაკეს ისევ მინიმარკეტებზე ან ჰიპერმარკეტებზე არა სუპერმარკეტებზე ქსელურ მარკეტებზე ილაპარაკეს დაიბარეს 1 2 3 არ ვიცი 15 ეს დეპუტატად წოდებული ერთი ჭკვიანი კაცი ოსგვარი არ მახსოვს კიდევ ერთხელ მეორე ის რაღაცეებს ამბობდა უცნაურ სიტყვებს ხომ ვახ ბიჭო ვერაფრით ვერ აგდებინები დასწავარია ამ მარკეტებს პირველადი მოხმარების საგნებზე თანხას ღირებულებას ვერ ჩამოაგდებინეს ნებით არ აკეთებენ და ძალით ეხა მართლა ხო არ დახრეთ ეხლა ამ მარკეტების ფლობელებს და ხო ვერ ეტყვი რომ ისი რა არის გენაცვალეთ ეხლა თქვენ უნდა დააგდოთ ფასები და ასე შემდეგ და ეს ამბავი ჩაუვარდათ მაგრამ ჩაუვარდათ არის და ჩაუვარდათ არის კიდე და ჩაუვარდათ ნახეთ რა მოხდა ანალიზი დასკვნა დადეს ახლა ცოტა ხნის წინ საცალო ბაზარი ხასიათდება ამბობენ თვითონვე აღიარებენ ამას რომ საცალო ბაზარი ხასიათდება კონკურენტული დინამიკით ანუ მონოპოლი არ არის კონკურენცია არის ორნაბიჯსა და მაგნიტ შორის ასე მაგალითად შემსახთან და დაბალი კონცენტრაციის დონით საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება ან არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე. კობახიძემ თმები დაიპუტა ლამის იმასთან დაკავშირებით რომ აქო არისო გადაჭარბებული მარჟებიო და კომისია პაპუაშვილის უწყებაში შექმნილი პარლამენტად წოდებულში ამბობს იმას რომ გადაჭარბებული მარჟები არ არისო როგორ გეკადრებათო ფასის ფორმირების პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს კომერციული ურთიერთობები და საბრუნავი კაპიტალის პირობები. როგორც მე ვხვდები, ესე იგი ეს კომერციული ურთიერთობები გასაგებია და საბრუნავი კაპიტალის პირობები, ანუ ქეში რამდენი აქვს, ქეშფლო რამდენი აქვს, როდის უნდა იყიდოთ, როდის უნდა გაყიდოთ, მთელი თავისი ფილოსოფია, რატომ ადევს ამ სანთებელას პირობითად ცხადია, სწორედაც რომ ლარი და 20 და არა ლარი და 25 მაგალითად, ხო? და ქსელური მარკეტები კი არ ვიცავ. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ამ საკუთარ პოლიტიკას ატარებენ ზოგჯერ წარმატებით, ზოგჯერ წარუმატებლად, ზოგჯერ დემპინგური ფასით უნდა შევიდნენ, იმიტომ რომ სხვა პროდუქცია აყიდინონ სიგარეტი უნდა აყიდიონ 6 და 60 და ამაზე თანახმარიან რომ მისცეთ პირობითად 87 თეთრად ანუ 90 თეთრად და ასე შემდეგ. ეს ვუტრირებ, მაგრამ აი ეს მათი საქმეა. ბოლშევიკებში ხო არა ვარ და ხო არ გვინდა ეს პასწარმოქმნა იყოს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული და თუ იქნება მარკეტებში მაშინ რატო არ უნდა იყოს მაგალითად
საწვავში და საწვავის ბიზნესებს როგორ მოერევიან? ეგრა მაგის პასუხია, ამათაც ვერ მოერიან მართებული კონოტაციით და გეტყვით ასაც გულისხმობ, ხო, ფარმაციაში. აი მაგალითად უნდა ითქვას, რომ პირობითად ანალგინი ღირს 27 თეთრი, 30 თეთრი. რატო 30? მე რო გავყიდო 58 თეთრად ან ლარინდა 98-ად ვისვინ ეკითხება, ან პაპუაშვილს, ან კობახიძეს, ან ამ დეპუტატს, ან იმ დეპუტატს, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სიგიჟია ეს ყველაფერი. და მოკლედ კიდევ ერთი ამბავი. ბაზარზე ფართოდ გამოიყენება მაღალი დაბალი ესე იგი მაღალი და დაბალი ფასების მოდელი, რომლის ფარგლებში პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზდება ფასდაკლებებით. ამას კომისია წერს, მე არ ვწერ ამას. კობახიძე რომელმაც სხვა ამოცანები დაუსახა ამ კომისიას და პაპუაშვილმა. კომისია წერს სულ სხვა რამეს. კომისია წერს სულ სხვა რამეს. რაც ნიშნავს, რომ რეალური საშუალო ფასი სისტემატურად დაბალია სტანდარტულ თაროს ფასთან შედარებით. მე ხوار მომჩვენებია, რომ კობახიძე ითხოვდა ფასის წარმოქმნის თაობაზე კომისიის შექმნას და გარკვევას, რატომ არის ესეთი მაღალი ფასი საქართველოში, ვიდრე არის მაგალითად საფრანგეთში. ეს ხომ ყველაფერი გაიგეთ. ეხლა კიდევ ერთი რამე უნდა გითხრათ. რა მოხდა რეალურად? ამაზეც უნდა გავაბახვილოთ ყოველდღიურად. ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა რეალურად არის და გულისხმობს, მოდი ასე ვიტყვი, მთავარს. საქართველოს მთავრობა, ირაკლი კობახიძე, მთავრობად წოდებული, რეალურად ცრუობს, რომ მაღალი ფასები ბიზნესის ბრალია. არ არის ბიზნესის ბრალი. მაღალი ფასები თუ ვინმეს ბრალია, ეს არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და სხვათა შორის ეს თქვა პარლამენტმაც. რატო თქვა პარლამენტმა? იმიტომ რომ ამ პარლამენტში ხედავ სწორედაც რომ ბიზნესმენები. ეს ბიზნესმენები ხედავ, რომლებიც ამდენი მილიონერი ყავს, იცით თქვენ პარლამენტში და მე მივესალმები არა პარლამენტარ მილიონერებს მაინც და მაინც, მაგრამ ზოგადად ბევრი მილიონერი უყავდეს, ამას მივესალმები. თითოეულ ჩვენგანს რომ 20,000 евро კონდეს ყოველთვიური შემოსავალი 240,000, ამასაც მივესალმები ამ სხირველუნარიანობით. არ გამბოვა, მაგრამ რა საკვირველია, მე მირჩევნია კი რა ესეც უნდა იყოს, რომ ყველა შემოსავალი პარლამენტარებისა თუ მილიონერებისა და ასე შემდეგ უნდა იყოს გამჭვირვალე კონკურენტულ გარემოში, უნდა ჰქონდეთ მიღებული თანხა, არ უნდა იყოს რაღაცა ლობიზმის ელემენტები შიგნით, ნეპოტიზმის ელემენტები შიგნით, კორუფციის ელემენტები შიგნით და ასე შემდეგ. მაგრამ ამ პარლამენტარებში აი 99 დეპუტატი ხართ, ხო, ამდენი და ამდენი არის პირობითად 27 თუ 30 არის მილიონერი და ეს მილიონერები ვერ წავიდნენ საკუთარივე თავის წინააღმდეგ და ამ კომისიამ დაწერა დასკვნა, რომელიც რეალურად კობახიძეს არ აძლევს ხელს და რაც მეორე მხრივ შეიძლება გახდეს სწორედაც რომ ირაკლი კობახიძეს პოლიტიკურად დაკლის ბიზინა ივანიშვილის მიერ მისი პოლიტიკურად დაკლის საფუძველი შენ რას მელაპარაკები შენ აქამდე მეუნებოდი რომ ფასები იყო მაღალი ხო ესე ეუბნებოდა მათ შორის ივანიშვილსაც კობახიძე შენ შექმენი კომისია პაპუაშვილს შეაქმნევინე ამ კომისიას უნდა ეთქვა რომ ბიზნესი არის უცუდესი რომელიც აი მაღალ მარჟებს აწესებს და საზოგადოებას ყოლებს და გამოვიდა რომ ამ კომისიამ რომელიც ჩემი მარჯვენა ფეხია და შენ მარცხენა ფეხი ხარ ამ კომისიამ დაწერა შენი საწინააღმდეგო დასკვნა და ბიზნეს ივანიშვილმა რომ აღიღოს მახვილი და თავი გააგდებინოს არა პირდაპირ მნიშვნელობით ირაკლი კობახიძეს ამის გამო მე სულაც არ გამიკვირდება და გულახდილად გეტყვით არა თუ არ გამიკვირდება ამას ველი ამ მიზეზით თუ სხვა მიზეზით ირაკლი კობახიძის არ ვიცი ამდენად სწორი სხვა დღეები მეთქი მაგრამ ირაკლი კობახიძის თვეები რომ დათვლილია ეს კი ფაქტია მით უმეტეს რომ ყველაფერი უნდა შეეტენოს ცუდი კანონი ცუდი ამბები რეპრესიები პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და ასე შემდეგ უნდა შეეტენოს ირაკლი კობახიძის და ეს კარგი უკაცრავად რუსულისთვის პრიჩინა საფუძველია საყრდენია რომ ამის გამო დაკლას პოლიტიკურად ბიზნა ივანიშვილმა სწორედაც რომ ირაკლი კობახიძე და ზედ მიაყოლოს ირაკლი კობახიძის მთელი გინდა პირდაპირ მნიშვნელობით გაიგეთ და გინდა თქნებავთ ირიბი მნიშვნელობით კლანი საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ იტყუება რომ მაღალი ფასები არის ბიზნესის ბრალი სინამდვილეში რეალურად ეს არის მთავრობის ბრალი არც ერთ წინადადებაში მთავრობა არ დაუდანაშაულებია სხვადასხვა ამ კომისიას ამ საკუთარ დასკვნაში მაგრამ რეალურად ამ დასკვნის სამიზნე ორიენტირი თუ გდებავთ ასე ვიტყვი ამ დასკვნის ამ დეპუტატების კომისიის დასკვნის სამიზნე ისევ და ისევ ეს იყო და მიხმარო არის სწორედაც რომ აღმასრულებელი ხელისუფლება მოკლედ დეპუტატები არ ჩანს მაგრამ წავიდნენ კობახიძის წინააღმდეგ და ეს ჯახი
რეალურად მიმდინარეობს და ახლა თავარი არის ვინ აცუნცულდება პირველი ბიზნე აბასთუმნის უღრანებში და ვინ რას ეთქვის. სწორედ ბიზნე ივანიშვილს საბოლოო ჯამში დაბალი ფასების ფეხებზე კიდია, მაღალი ფასების ფეხებზე კიდია, ირაკლი ბახიძის ფეხებზე კიდია, შალვა ბაბუაშვილის ფეხებზე კიდია და ვინ არ კიდია ფეხზე საკუთარი ოჯახის ბიზნიზმის, ოჯახის უზრუნველყოფის, ოჯახის გრძელვადიანად თუ სამუდამოდ არ აქვს უზრუნველყოფის, სიმშვიდის და ასე შემდეგ გარდა. ესე იგი რა ვთქვათ, ხო, ასაკვირველია შენიღბეს და ასე შემდეგ. კომისიის მუშაობის პერიოდში სხვა რამ იყო ჩაფიქრებული, კიდევ ერთხელ ვიტყვი, და სხვა განწყობას იგრძნობოდა, სხვა თავიდან ყოველ შემთხვევაში, ხო? უნდა დაბრალებოდა ბიზნესს და უნდა ეთქვათ, რომ ფასნამატის ჭერი უნდა დადგინდეს მართლა ბოლშევიზმში, ხო არა ვარ, პური ღირდეს 60 თეთრი. ვინ გეკითხა პურს 60 თეთრს დავადებ თუ 60 ლარს? 60 ლარიანი პური ხო არ არსებობს? ინგა ხო არ არსებობს 60 ლარიანი პური, არ არსებობს. ამიტომაც იყო ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიას არ დაუბარებია კომისიის კონკურენციის სააგენტო, ეროვნულ ბანკთან არ ყოფილან და არ უსაუბრიათ. ისინი ამ კომისიაზე იყვნენ მხოლოდ ისინი, ვის წინააღმდეგაც კომისია წინასწარ განწყობილი კი იყო თითქოს, რომ დამნაშავედ უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ გამოვიდათ რა. კობახიძე გამოცხადდა მათყუარად კომისია არ ასახელებენ, მაგრამ მაინც, ხოლო გადაწყვეტილებად შემოთავაზებული ღონისძიებები მთლიანად სამთავრობო კომპეტენციას განეკუთვნება. ანუ კობახიძე გამოცხადდა მაღალი ფასების შემოქმედად და ფასების დაწევის საკითხში არაკომპეტენტურად. ხო, ეხლა რა მოხდა შუალედში სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი, ანუ ერთის მხრივ უნდოდათ დაბალი ფასები, მაგრამ მეორე მხრივ ეს არ გამოუვიდოთ, იმიტომ რომ საკუთარი პირკველობა ზურგში საკუთარივე ხელით დანა არ ჩაირტყეს მუცელში, სამართებელი არ გამოისვეს და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვარაუდობ, რომ ბიზნეს ივანიშვილს სჭირდება, ყველას სჭირდება მიზეზი, საფუძველი, პრიჩინა, ხო? ბიზნესს სჭირდება მიზეზი და ეს შეიძლება გახდეს კობახიძის პოლიტიკურად დაკვრის საფუძველი. რას ნიშნავს? შენ გინდოდა ფასების დაწევა და თურმე აღმოჩნდა, რომ შენ ხარ ამ მაღალი ფასების მიზეზი. ირაკლი ჯან ესე ეთქვის გრიგოლიჩი გიორგევიჩს. ანუ ბიზინა კობახიძეს და გადაიყვანეთ სადმე პარტიაში და მე რომელიმე საელჩოში და ეს არ არის გამორიცხული. ეს არ იქნება კობახიძის გაშვების მიზეზი, სხვა რამე იქნება, მაგრამ არ ვიცი, მაისი დაიწყო, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, რა ვიცი, სექტემბრამდე მიქა ჩავს, მიატანცკი ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ თანამდებობაზე. მე ეჭვი მეპარება. არსებობს ვერსია, რომ მამუკა მდინარაძე, წინა ვიდეო ბლოგში ვილაპარაკე ამ თემაზე, მამუკა მდინარაძე შეიძლება გააპრემიერონ, მაგრამ მე ბიზინა ივანიშვილი იძულებული იქნება, რომ წამოვიდეს დათმობებზე. და ეს ძალიან კარგია. ეს ძალიან კარგია. იმიტომ რომ მე მან ძალაუფლება უნდა დათმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისედაც ხო კატასტროფულ მდგომარეობაში ვარ და მე საერთოდ ჩავიჩეხებით. ამიტომ ბიზნესს გაუმარჯოს, ჩემო კარგებო, რომელიც არ მოგწონს ხშირად რაღაცა კატასტროფულ მდგომარეობაშია, რაღაც პირველადი მოხმარების პროდუქციას ვინც ყიდის, რაღაცა კრიტიკული შენიშვნები გაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ მთავრობასთან ეს ბიზნესიც კი არის მართალი. აი, გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მიკვირს და ამ თვალსაზრისით მე ხარს ვუჭერ იმ კომპანიებს, რომლებიც მიჯირყვნაც გადაწყვეტილი ჰქონდა მთავრობას და ვერ მიჯირყნა. ასეა ეს, ნახვამდის.